კავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ხდომა მიმდინარეობს ლუქსემბურგში. ევროპელი დიპლომატების დღევანდელ შეხვედრაზე ირანსა და უკრაინაში განვითარებულ მოვლენების გარდა განიხილავენ საქართველოს საკითხსაც. შეხვედრის დაწყებამდე კაია კალასმა თქვა, რომ საქართველოს შემთხვევაში განიხილება სანქციები იმ პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებსა და ძალადობაზე. მისივე განცხადებით, საქართველოს კვლავ არასწორი გეზი აქვს აღებული. ჟურნალისტის კითხვაზე შეჩერდება თუ არა ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლა, კალასმა უპასუხა, რომ ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუმცა ეს დღევანდელი დღის განსახილველი საკითხი არ არის. დღეს საქართველოს საკითხსაც განვიხილავთ. რა თქმა უნდა, როგორც თქვენ ამბობთ, სიტუაცია უარესდება და ვხედავთ ბევრი მოვლენის განვითარებას. ამიტომ კვლავ დავაყენებ სანქციების საკითხს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ ძალადობას და არღვევენ ადამიანების უფლებებს საქართველოში. ჩვენ ასევე განვიხილავთ კიდე რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რადგან საქართველოს სწორ გზაზე არ მიდის. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით ჩვენ დღეს დეტალურად ამას არ განვიხილავთ, მაგრამ დიახ, ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია. სამწუხაროდ საქართველოში სიტუაცია სულ უფრო რთული გახდა. განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ქვეყნის თავისუფალი ხალხისთვის, მაგრამ ევროპა ყოველთვის ხალხის გვერდით დგას. ხარს უჭერს მათ მისწრაფებას დემოკრატიისკენ და ამ ქვეყნის ევროპულ გეზს. ასე რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდითაა. მე ამას ასევე ვამბობ, როგორც ეუთოს თავმჯდომარე. ესტონეთს ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს საქართველოს რეჟიმთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა გავზარდოთ სანქციები, უნდა გქონდეს მეტი პერსონალური სანქცია ევროკავშირის დონეზეც და უნდა დავიწყოთ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის განხილვა და უნდა დავაწესოთ პირობები. ესტონეთი ამ შეთავაზებით გამოვიდა, რადგანაც დღეს საქართველოში არსებული რეჟიმი არ მისდევს ქართველი ხალხის ნებას, რაც არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ევროკავშირმა საქართველოს ასეთი შესაძლებლობა მისცა, მაგრამ ახლა რეჟიმმა ეს სრულად შეცვალა და გეზი რუსეთისკენ აიღო. ამიტომ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ.